აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტის შესაბამისად განაახლა საგაზაფხულო სესიის ფორმატით მუშაობა, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. ჯემალ გამახარიამ 2025 წლის საშემოდგომო სასესიო პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყოველი მორიგი სასესიო პერიოდის გახსნა არის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება. სამომავლო საქმიანობის საბოლოო მიზანი კი აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მაქსიმალური ხელშეწყობაა. ჯემალ გამახარიას განმარტებით 2025 წლის საშემოდგომო სასესიო პერიოდში ჩატარდა 13 პლენარული სხდომა, სადაც განიხილეს 36 უმნიშვნელოვანესი, ხოლო პრეზიდიუმის სხდომებზე 44 საკითხი. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულია და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია ავტონომიური რესპუბლიკის 5 კანონი. მიღებულია სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც, რომელიც ყველა სფეროს ეხება. ჯემალ გამახარიამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გალის რაიონში არსებულ სავალალო ვითარებას, ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით განხორციელებულ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უშუალოდაც მონაწილეობს, განსაკუთრებით ჯანდაცვის მიმართულებით, პაციენტების სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს მდინარე ენგურის გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, რითაც თავისი წვლილი აქვს შერიგებისა და ნდობის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში. სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც დეპუტატებს საგაზაფხულო სესიის გახსნა მიულოცა და დევნილი მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდა მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით ბატონი გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით. ჩვენ მიმოვიხილეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წინაშე, კონკრეტულად უმაღლეს საბჭოს წინაშე, დაწყებული საკანონმდებლო საქმიანობით, გაგრძელებული დევნილებთან ურთიერთობით და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებით. გაკეთდა ყოველივე ამის ანალიზი, გარკვეული წინადადებები იქნა წამოყენებული, რაზეც მთელი ამ სასესიო პერიოდის განმავლობაში უმაღლესი საბჭო მთავრობასთან ერთად იმუშავებს. იყო ძალიან ვრცელი მოხსენება წარმოდგენილი, რომელიც ეხებოდა უმაღლეს საბჭოს საქმიანობას, მისი კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკურ საქმიანობას, იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, ასპექტს, ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიასთან ჩვენს ურთიერთობებს და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი ნაწილი იყო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისადმი კონტროლის საკითხები, ბიუჯეტის მართვის საკითხები. ამ სხდომას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და ასე ვთქვათ, მოისმინეს ის დამოკიდებულება, რომელიც უმაღლეს საბჭოს გააჩნია ჩვენი საქმიანობისადმი, საერთოდ დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურებისადმი.